მე მწვადეთ შევწვათ შამპურზე ავაგებ და იცი რა გამოუგემრიელე. თან ქაბაბსაც იმას აქვე შაურმასაც გაიკეთებ ამისგან. და მწვადეთაც შევწვათ. მაგარი პური მას მოხდება. ეს თან და გემრიელი იქნება. ეს ნახოთ აბა რა გამ. შეიძლება. აუ ხელები გამეყინა. აი მოგეთ ნახევარი საათი ვაცალოთ ეხლა ბატონებო, ხალბატონებო და ვინც გვიყურებს? ო, მე ვნახოთ აბა რა გამოვიდა. ნახოთ. რომ ამდენი ხანი ვიცოდოთ? კი ბატონო. ქათამი არის უშნო ასაგები რა. იმიტომ რომ კი ვიძახდი მოდი ბადეზე შევწოთ მეთქი, მაგრამ არა. ანუ მოთქვა რომ მაინცა და მაინც შამპურზე ავაკუთო რა. ცოტა რთული კი არა, შეიძლება ზედ დატრიალდეს რა. ეხლა ნახეთ რა მოხდება. ესო გაცხელდება. ბატონო დავით, არ ჩამოვა. რა? ეს დაიწვება. ანუ მიგადნება რა. და სუზედ მიადნება. იმაში ვნახე ერთხელ. ღორის ხორცი შეწვეს ძალიან არ მომეწონა რა. ღორის ხორცის დააღარეს, კაცო რა ქვია. აი ეს აუსვეს რა. უკრაინაში. სანთელივით ხორცი იყო ბიჭო და გამოგერთ. ხორცი არა, ხორცი დავტოვე, წავედი საჯალჭო შეშაზე.